მადლობა ეთერშია არაკორექტული შოუ მე კი სახალხო პირში მთქმელი ალეკო მახარობლიშვილი ვარ და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ადამიანი რომელიც დღე და ღამე ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი გურამ აბდუშელიშვილი რა არის მაინც ეს დაუცხრომელი და დაუდეგარი ბუნება ადამიანი თუ მოუსვენარი მოულინა ქვეყანას შეიძლება დააკრას ფეხი და 900-ით გადაიხვეწოს. უფრო მეტიც, იქ გადახვეწილმა შეიძლება ოპოზიციისკენაც კი გააპაროს თვალი. პოროშენკოს დაველაპარაკებიო და კაცრად ვეთქვიო რომ არჩევანის ან მაძლევ რეალურ ბერკეტებს ოდესაში. ან და ნუ გავდივარ ჩემ პარტიას ვაკეთებ. პირდაპირ ეგეთი ბაზარი მექნებაო რა. მაგან თუ ეგრევე უთხარ მე ოპოზიციაში წავალ მაშინ ეგ როგორი განცხადებაა, იცი, ახლა მე რო პარაშენკოს ადგილზე ვიყო, ვეტყოდი რომ ოკეი. ხედავთ რა შეა საქმე? ნიშა გადიდგულებულა უკრაინაში. აღარ მოსწონს მისი როლი და მნიშვნელობა ამ ქვეყანაში და იმუქრება დროზე თუ არ მომხედავთ, გადავალ ოპოზიციაშიო. ანუ რუსი ჯარ შეიყვანს ოდესაში? მოკლედ გულში მჯიღებს იტყავს თურმე ადამიანი თუმცა მე მაინც არ მჯერა ამ ყველაფრის არა ეგ ისე შეეჩვია კომფორტს და კარგ ცხოვრებას რომ თუ ოპოზიციაში წავა უეჭველად გია თორთაძის ნაირი ოპოზიციონერი იქნება სხვათა შორის მარტო მე როდი ვხედავ ამ კაცში მორჩილ ბუნებას აგერ ყოფილ თანაგუნდელებსაც შეუნიშნავთ ეს ნიშა ის ნიშა აღარ არისო მიშას არ ქონდა არასდროს მიმწოლი პოზიცია პარაშენკოსთან შეხვედრის დროს. მიშას ქონდა ლაკუცისა და დათმობითი პოზიცია. ჩვენთან ბაქი ბუქობდა, იქ რეალურად ისეთი ცუციკი ტიპი იყო, გაიგე? ეს რა თქვა, ცუციკია პოროშენკოსთანო. ისე მანკაც არც აქ უნდა გმირობა, მაგრამ არ მოასვენეთ და თუმცა ცუციკობასაც არ აუშავს, მაგასაც აიტანდა ადამიანი, მაგრამ ამ ყოვლად აღიარებულ კარგ მენეჯერს. ბოლო დროს სტატისტიკური მონაცემებიც რომ ამტყუნებს, მაგას რაღა უყოთ. არა და ეგეც უტყუარი მონაცემია, ბოლო-ბოლო თვითონ ნაცები ამბობენ. ახლა მე პარაშენკოს ადგილზე ვეტყოდი რომ ძმაო, ემედი ხო მოგეცი. კრიმინალი გაუარესდეს და ოდესაში და ხო არაფერს არ გეუბნები ახლა მართლა და მართლა ეგრე ხო არ არის გაუარესდა კი მაშინ რომ ვიყავი ჩასული კი ეგრე მითხეს რომ სტატისტიკა გაუარესდა კრიმინალი გაიზარდა უკრაინაში უკვირთ ნაცებს არა და რა გასაკვირი ბიზნესების ახევა და რესტორნების ჩამორთმევა აქაც კრიმინალი იყო მაგრამ არ იჯერებდნენ და ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პირველი ძალოვნების ფრთა და მათი პოზიცია ახლა კი გავიგოთ ვინ არიან და რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას ნაციონალური მოძრაობის მეორე ფრთა. ვნახოთ სატელეფონო საუბრების შემდეგი სერია. დაბოღმილები არიან და რაღაცებს კუჭკა დადიან და ჭრიჭინებენ რომ კიდე სხვა პოსტზე ვცადოთ ახლა რაღაც ყრილობა მოვიწიო და ასე ჩვენ შევუთვალეთ რომ ეგ ყრილობა კარგად არ დამთავრდება თქვენთვის და არავისთვის თქო პარტიისთვის თქო ახლა ყრილობა და რა კიდე ბავშვები არიან აუ ჩვენ ვეუბნებით რომ ახლა შიდა კონფლიქტის გარეთ გამოტანა არავის არ აწყობს ახლა თუ ვინმეს აწყობს და ვინმე მაგას გადაწყვეტს თვითონ იქნება პასუხისმგებელი ნახე შენ ძმები გაბაშვილები ანუ თბილისში ჩარჩენილი ნაცები დაეტაგნენ უკრაინული ქერის ორმოში ჩავარდნილ ნაცებს ეგა სხვას რომ ვეღარ ჩაგრავენ ერთმანეთში აკინკლავდნენ კარგი რა გოგა. ჩაატარეთ ეკრილობა, შეიკრიბეთ, ნახეთ ერთმანეთი, მოიკითხეთ, მოეფერეთ, ძველი დრო გაიხსენეს, თორემ ნაწილი ოპოზიციაში ხართ. ნაწილი ციხეში, ნაწილი დევნაში. მოკლედ, ისედაც პარტიის დედა გაქვთ და მეტი თუნდაც რა უნდა გამთორდეს. მაგრამ საინტერესოა ვისკენ არის ბატონი ექს-პრეზიდენტი. ბატონი მისი ექს-უმაღლესობა. და ვინ არის ამის ინიციატორი? თითისა, სათვალეებიანი თუ ნუ ახლა მიშა არის, კაცო, ვითომ ახლა თვითონ არ ჩანს, მაგრამ ადეიშვილი, ვაშალომიძე, მურთაზა ზოდელავა, მაქაური პროექტები საყვარელიძე ვინც არიან. გასაგებია რას ფიქრობს გოკა, მაგრამ ისიც საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი გოკაზე. ახლა არ მოგწონს, სააკაშვილი, ხო?
რატომ აღარ მოგწონთ ეს რეფორმატორი კაცო, რატომ? დენი მოგცა, გაზი მოგცა, გზები დააგო, კორუფცია დაამარცხა, ასლანი გააგდო, ევროპაში თითქმის შეგვიყვანა და ახლა აღარ მოგწონთ? გამაგიჟებთ თქვენ. მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ ორდენს, მართალია ეს კაცი. იმ უკრაინელ პროექტებს ვერც მე ვერ მითხრა. ესენი მირჩევნია ჩვენი ქართველი პროექტები. სულ სხვა ჯიგარის და ჩახუტების ხალხია. ხო და რა დავასკვენით? უკრაინელი ნაცების ფრთაში ყოფილან სააკაშვილი, ადეიშვილი, ვაშაძე და სხვები, ანუ პროექტები. აქეთ კი დარჩნენ ბოკერია, გაბაშვილი და უგულავა. ანუ ჯიგრები და თან საწყლებიც იმ პროექტს რომ უძლებდნენ ის 9 წელი. ძმებ გაბაშვილებს შორის სატელეფონო საუბრის გასაჯაროებისას ბევრ ჩვენთვის უცნობ ფაქტს აეხადა ფარდა. თუნდაც ის ფაქტი რომ ნაცები შიდაპარტიულად იყოფიან კარგებად და ცუდებად. ბოკერია მე გიგი ისა ამათ ჩვენ სასტავს ასე ვთქვათ გვებძვიან და უნდა ჩაჩოჩება. ნახე რა შემადგენლობა ჩამოთვალა. აი აქ მართლა გაბიჭდა ეჭვი რომ ფარული ჩანაწერია. მე უგულავა და ბოკერიაო. ბიჭო, ილიკო და ილარიონი მაინც ჩაგემატებინათ ვიღაცის გული რომ მოგეძო. ისე აქამდე ყველა ნაცი პირსისხლიანი რომ გვეგონა თურმე ვწდებოდით. ნაცებშიც ყოფილა კარგი ხალხი. მაგალითად გაბაშვილი, ბოკერია, უგულავა და კიდე აი ის დედა ნიღბიანი დღეში სამჯერო გწენდა ხოლმე. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ნაცებში ცუდი ხალხიც შემორჩენილა და გოკა გაბაშვილმა ეგენიც ღიად დაასახელა. და ვინ არის ამის ინიციატორი? ისა, სათვალეებიანი თუ ნუ ეხა მიშა არის კაცო, მიშა არის ვითომ ეხა თვითონ არ ჩანს, მაგრამ ადეიშვილი, ვაშალომიძე, მურთაზაზოდელავა, მაქაური პროექტის საყვარელიძე ვინც არიან. და ციხიდან ბაჩო და რაღაცა. როგორც იქნა მოხდა ნაცების დიფერენციაცია. ცუდი ნაცები, ადეიშვილი, ახალაია და სხვა პაზორნი ძალოვნები. კარგი ნაცები, უგულავა, ბოკერია, გაბაშვილი და სხვა ინტელექტუალური ნაწილი. ანუ ისინი არიან პაზორნი ძალოვნები და ესენი არ არიან ძალოვნები. საინტერესოა, რატომ აბლატავებს მიშან პაზორნი ძალოვნებს? შეგაიდეთ მამიშვილო, პაზორნი თუ გინდა, ვინმე სხვების მრავლად ყავს. მაგრამ საქმე ისაა, რომ აქ ვიღაც უნდა იყოს გარეული, რომელიც თავგზას ურევს მიშას. ბიჭო, ესენი აგიჟებენ მე ხო ვიცი აქ რა ვითარება რა. ესენი აგიჟებენ ამას ეს სასწავლი რა, ეს ვაშაძე და ეს სასწავლი აგიჟებენ. ეს დედა სათვალეებიანი გლავნი იგი ეგ არის გლავნი. ეგ არის გლავნი ეგ ეგასი. უი, იმ სათვალეებიანი ნაბის ბრალია ყველაფერი. მაგრამ ერთი ვერ გავიგე, ვაშაძე ადეიშვილს აგინებდა, გაბაშვილი ადეიშვილს აგინებს. ანუ ნაცების ვერც ერთი ფრთა ვერ იტანს ამ კაცს და მე მგონი კაი კაცია. თუმცა გოკას სათვით პიარო კარგი ბიჭობა ჯერ არ დამთავრებულა და რა თქმა უნდა სრულიად შემთხვევით კიდევ წამოსდა 1-2 საინტერესო რამ. ნუ ასე ვერ ჩამოვა, მაგრამ ნუ სკალებში გიგა ჩამოვა. შენ არ გინდა, ხო? ბიჭო, რა ვიცი, ვაფშე უფულოთა ვარ ეხლა და ეგ მაქიან მე არაფერს არ იმას ვიზარს და რაღაც თუ მოახერხეთ აქედან რავაში. არაჩვეულებრივი ტექსტია. ნამდვილად გიშრომია ჩემო გოგა. ნახეთ, კაცმა ხალხის გულის მოსაგებად რა თქვა? უფულოც ვარო. ხო და ამ საუბარში მეტი აღარაა ჩაწერილი, თორემ ბოლოს თურმე იმასაც ვყირო და მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და წავედი ახლა ეკლესია მონასტრები უნდა ავაგო. არა და რა გასაგვირია მართლა რომ აღარ კონდეს ფული. იცით რა ჯდება ხმის ჩამწერ სტუდიაში ასეთ სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გაკეთება? თორემ ვინზე ნაკლები ნაციონალია? გადაფრინდებოდა უკრაინაში და თვითონაც გაპრობოდა. მაგრამ
არსადაც არ გადაფრინდება. თავისუფალი კაცია და თავისი თავიც თავადვე ეყუდნის. მონები უნდა ლადო არ უნდა ადამიანები რომლებიც ჯანმრთელები არიან და ჯანმრთელად ელაპარაკებიან და რაღაცაზე წინააღმდეგობას უწევენ და რაღაცაზე არასეუბნებიან. არ უნდა მონები უნდა და ჩვენ მონები ვერ გავხდები და ვინც ყავს მონები იმათ ეხტნობა რა მონურპანში რა. ეგრე არა? თავისუფლების დემოს რომ იგენებ, აღარ გინდა ისე მონებას უდაბნია. მაქს ისურელეს მეორეთ რაღა გაგაკეთებინეთ. თუ მესამეთ, თუ ან როდის იყვნენ მონები? ეს ხალხი ყოველთვის უწევდა მიშას წინააღმდეგობას. არ გასვოთ ბოკერია რა დღეში იყო აქციების დარბევაზე? როგორ ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტს? რა მარტო ახალგაზრდები, მოხუცები და კალებიც ვცემოთ. ეს არის ძველი ნაცების ახალი სუნთქვა. ყოველ შემთხვევაში ფსევდო განდეგილ და დაუმონებელ გაბაშვილს, ბოკერიას და უგულავას ასე უნდათ რომ ეჩვენებინათ ჩვენთვის, მაგრამ რა ვიცი, თქვენს ფაფხურს რომ ვუყურებ. ახალი სუნთქვა კი არა, მე უფრო ძველი ნაცების ხროტინი მგონი. არ გადარქოთ, არაკორექტული შოუ მალე დაბრუნდება.